ოთარ. ხო. რომ გეუბნებოდი ბარსელონა ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებს PSG-სთან თქო, ხომ გახსოვს რომ დავნაძლევდით? გაგენიზლავე კიდევაც? დიახ. კაი, მახსოვს მაშინ. ხო და ეხლა ვითხოვ თავანის ჩაბარებას აქ და ახლა. აი აქ არის აუცილებელი ახლა რომ ჩავწერო გადაცემა და მერე არა? მიზლავია. ერთი, ორი, სამი, გაიღიმე ოთარ, ოთხი, ხუთი. შემდეგი. გაიღიმე ოთარ. გაყოფილი ხარ? არა, დარჩენილია კიდე. ვირი ვარ და ყვირი ვარ. ცოტა არტისტულად ოთარ. ვირი ვარ და ყვირი ვარ. ცოტა ტრაგიზმი შესძინე ახლა. ვირი ვარ და ყვირი ვარ. ხაჭა. მორჩა? არა ოთარ. Oppa, Kannamstal! Las Vegas-ში გათენდა ისე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში განან მონიკა ჯენიფერი Samantha Gabriela da Natia Tokyo-ში შუა ღამეა Roboter საცეცილება Seul-ში კი ფიქრობ ის თუ არა Pxenyanთა შევიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ანგლისი კავეთ ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ძალიან დაძაბულია ურთიერთობა მთავრობას და ოპოზიციას შორის. ბატონი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაქოში მივდივარო, ოდიშარია ჩავიდა ლონდონში, უგულავა პრაღაში, ფანჯიკიძე ერევანშია, პეტრიაშვილი ბრატისლავაშია, უსუფაშვილიც პრაღაშია, მოკლედ დაჭამეს ერთმანეთს. ესე იგი, ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა ასევე გერმანიაში. მე დავინტერესდი, რომ რას აკეთებს ბატონი ბიძინა გერმანიაში თქო, აღმოჩნდა, რომ ესეთი საქმიანი ვიზიტია, ოფიციალური ვიზიტია. კახეთში რამდენიმე ოჯახი რო სეტყვამ დააზარალა, თურმე იმათთვის არჩევს მანქანებს. ქვეყნიდან მიდისო ბერა ივანიშვილიცო. ასეთი გავრცელდა ასეთი ჭორი და შემდეგ კითხეს ბერას, რომ რატო ტოვებო ქვეყანასო და რა ვქნაო GDS-ზეო ამ ხელფასები რო არისო, ამას გადახდა ხო უნდაო. წავალ ლოს-ანჯელესში ვინმე მოხუც მოული და იქიდან ფულს გამოვაგზავნი. ხვა თბილისში გაიფიცნენ ტაქსის მძღოლები. და ხელფასები მოგვიმატეთო, ამას ითხოვენ. და ამ ტაქსის მძღოლებთან მივიდა პროფკავშირების წარმომადგენელი და ეუბნება, რომ რამდენი გაქვთ ხელფასიო? 350 ლარიო. და რამდენს ითხოვთო? 1 ლარიც წაამატეთო. ხვალ იწყება თბილისის დღეები პრაღაში. ანუ იცით რას ნიშნავს თბილისის დღეები პრაღაში? ახლავე გეტყვით. 2 დღე გაგრძელდება ეს დღეები. თბილისის დღეები პრაღაში ნიშნავს. ხალხი გადავა ქუჩაში იქ, სადაც გადასვლა არ შეიძლება ამ 2 დღის განმავლობაში. მანქანები გაივლიან წითელზე და ამისთვის მათ არაფერი არ ემუქრებათ, ეს მეორე. ასევე გაზი და დენი გაიაფთება ნახევარი თეთრით და საღამოს მთვრალი ჩეხები მივლენ თავის კორპუსთან და დაიყვირებენ ასე. მეზობლებო, გამოდით, უნდა გაგინო.
და ბოლოს მე არ შემიძლია რომ არ შევეხო მიტინგს, რომელიც გუშინ წინ გამართა ოპოზიციამ, ნაციონალურმა მოძრაობამ რუსთაველზე. ესე იგი, როგორ არის დამეთანხმებით, რომ საქართველოში როცა ოპოზიცია ატარებს მიტინგს, ლოგიკურად ყველას უჩნდება კითხვა, რომ რამდენი ადამიანი გამოვიდა, რამდენი იყო ხალხის რაოდენობა, ვინ მივიდა, ვინ არ მივიდა, მეც დავინტერესდი და ჩავრთე ტელევიზორი, უყურებ და ბატონი დავით ბაქრაძე გამოდის და ამბობს, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, როდესაც აი აქ რუსთაველის გამზირზე, აი ამ მიტინგზე ვხედავ ათეულობით, 1000 ანთებულ გულსო უნდა და ეთქვა, მაგრამ თვალსო. პრეზიდენტი მივა არ მივაო, ბოლოს მაინც მივიდა და ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხო, აგუტინზე ისაუბრა. და ბოლოს გამოვიდა ბატონი ვანო მერაბიშვილი და ახლა რა ხდებოდა? აბსოლუტურად ყველა გამომსვლელზე ხალხი, მიტინგზე შეკრებილი ხალხი ესე ყვიროდა ჯოს და როდესაც ვანო მერაბიშვილი გამოდიოდა, ხალხი ამბობდა რაო? რა თქვა? ჩვენ კი არ დავკარგოთ დრო, გაგიკვირდებათ და ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ მალე ქუთაისში კიდევ 3 ბინა გაქირავდება. რუბრიკის სტუმრები არიან პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები თამარ კორძაია, გიორგი კახიანი და პაატა კიკნაველიძე. გთხოვთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეხლა ყველაზე დაკავებული ხალხი თქვენ ხართ, ხო? რამდენიმე შეკითხვა მაქვს და აი დავიწყებ. ეგრევე რომ არ გადავდოთ. მოგვიყევით ახლა რომ სად რომელი იყრით კენჭს, რომელი სად იყრით კენჭს, რამდენი კონკურენტი გყავთ, რა შანსები გაქვთ და მარტო თქვენ რომ მოგიწვიეთ თქვენი კონკურენტების გარეშე არჩევნების მერე რას მაჩუქებთ? მე დღეს ვიდაჩუქებთ გადაცემის ბოლოს. დღეს მაჩუქებთ გადაცემის ბოლოს. კი ბატონო, თქვენ რას მაჩუქებთ? მოვიფიქრებ, არ მინდა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იყო. გადაცემის მსვლელობისას მოიფიქრეთ. თქვენ რას მაჩუქებთ, ბატონო გიორგი? მე როგორც ყოფილი რაგბისტი, რაგბის ბურთი ჩემზე იყოს. რაგბის ბურთი ეს მომავალში თუ ახლა დღესვე? დღესვე. კარგი. ესე იგი გავახსენოთ კიდევ ერთხელ რომ თქვენ იყრით ნაძალადევის რაიონში, თქვენ ბაღდადში. და თქვენ სამტრედიაში ეს ერთგვარი შუალედური არჩევნებია, შეგახსენებთ, თეა შენ ვერ ერკვევი პოლიტიკაში, ისიც არიცი არჩევნებში ვინ გაიმარჯვა და ამიტომ რო იცოდე, ეს შუალედური ტარდება. გასაგებია, უნდა ჩაანაცვლოთ, ხო? გაიგე, კარგია. ხოდაშორის მე ვნახე, აი ნაძალადევში ვინ იყრის კენჭს. დიახ. ნახეთ. კორძაია, გუგავა, დიახ. კუკავა, დავითაია და ჩიტიშვილი. რა უნდა ამ ჩიტიშვილს რას მოძრება ამ მეგრელებში მითხარით? არ ვიცი. ხოთ მოვიწევთ. რომელი პარტიიდან? ისი არა მარტო მეგრელებში რო იცოდეს. არა მარტო მეგრელებში. რომელი პარტიიდან არის? დამოუკიდებელი კანდიდატია, მაგრამ იცით რა არის, ყველას გონია რომ ქართული ოცნება. ხო და აი ჩემი საჩუქარიც ეგ არის, ბარემ მოგცემთ რა. გადაცემის ბოლოა უკვე? არა, მე ბარემ მოგცემთ რა ხალ სიტყვას მოვთქვა. ესე იგი, ჩემი უმეტესობა. დიახ. ესე იგი, ისა კონკურენტების ამტკიცებენ რომ თვითონ არიან ქართული ოცნება და დავიღალე და ხალხმა აი აგერა აი ქართული ოცნება და მე გჩუქნით ახლა ამას კარგად მექნება ეს დარწმუნებული კი და ახლა თქვენც ქართული ოცნების კანდიდატი ხართ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ამას. ის რაგბის ბურთი დარწმუნებული ხარ რომ მართლა მიიღებ. კი, რაგბის ბურთი ჩვენი წესები გვაქვს რაგბისტებს. აი რომ გავიმარჯვებთ არჩევნების მერე ის რაგბის ბურთი ესე ვშვებით ხოლმე რაგბისტები როცა რაღაც ხდება რაღაცას აღნიშნავთ ის რაგბის ბურთი უნდა ჩაიფუშოს, ჩაიკეცოს შუაზე და იმით უსვამთ განსხვავებულებს. დარწმუნებული ხარ რომ შესვავ? აი ბლომაჩადის ის. კი, მე ლელოს ვერ გავიტან, მაგრამ დალევით ჩემი თავი გენაცვლე.
იციან, აი გუფის კითხეთ თუ არის გუფი. რაგბის ბურთით კი არა, გუფი. ბაკაშორის აი ერთი ესეთი რაღაც მინდა მოყვე ამასთან დაკავშირებით აი ესე ქორწილში როცა შემოატარეს ჩემმა მეგობრებმა რაგბისტებმა ეს რაგბის ბურთი და ეს განსხვავებული თუნდა შეესვათ ეს ჩემი საღვეგრძელო მე ხო ჩამორიგდა ეს მოყვე ხალხში ვინც იქ იყო და დიდი პროტესტი მოყვა ყველა ამას ვერ დაალევდა და ერთი ჩვენი მეგობარი ადგა და მე ჩოგბურთელი ვარ და თუ გინდა კი ბატონო ჩოგბურთის ბურთი მომიტარე და იმი დაოლევა ყველაზე მაგარი იქნებოდა მაგიდის ჩოგბურთის ბურთი ასე რომ გადაჭრა მაგ აი როგორც მაჩვის ვავს ხოლმე მაგიდის ჩოგბურთის ბურთი ასე გადაჭრა ნახევარით უნდა დალიო ნახევარით დიმაუშკებს აკეთებს ხოლმე კონიაკისთვის გამოსადეგარი იქნება კი რა თქმა უნდა სპირტიანი სასმელისთვის რადგან ვახსენეთ თქვენ სამტრედიაში იყრით კენჭს და უნდა შეცვალოთ რეალურად კახა კალაძე ხო მე მგონი რომ ცოტა გაგიჭირდებათ იმიტომ რომ კახა კალაძეს ცვლიდა ხოლმე ხან პანკარო და ხან პაულო მალდინი ხო და აი თქვენ როგორ გონიათ როგორ გამოგიო თან ის ფეხბურთელია თქვენ რაგბისტი ხართ სულია რა თქმა უნდა კახა შეცვლა მაგრამ ნახოთ ერთი ისტორია მინდა სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით მოყვე ფეხბურთთან სხვათა შორის სანამ რაგბის თამაშს დავიწყებდი ფეხბურთს თამაშობდი სკოლის პერიოდში და სხვათა შორის ფეხბურთელი იყო ბატონი კახაც სანამ ენერგეტიკის მინისტრი გახდებოდა სანამ ფეხბურთით იწყება ყველაფერი ნორჩ დინამოეში თამაშობდი სხვათა შორის და ნუ ნორმალური ფეხბურთელი ვიყავი და მახსოვს ახლა კახასთან ოჯახებით მეგობრად ჩვენ და სკოლის პერიოდს ვიხსენებ მისული ვიყავით კახასთან სტუმრად სახლში და მახსოვს მამამისი ნუ ჩვენ შორის 4-5 წელია განსხვავება ჩემსა და კახას შორის და ნუ სკოლის პერიოდში ეს იგრძნობა უფრო და მახსოვს მამამისი უძახის კახას რომ ახლა მოდიო აი შეხედეო აი ესეთი ფეხბურთელი უნდა გამოხვიდე ეს რო არის და მაშინ იმის მერე ფაქტურად დავანებე კიდეც ფეხბურთს თავი და ახლა იმის მერე გახდა სოფლიო დოლის ფეხბურთელი ასე რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის რომ შემოდარებ სოფლიო დოლის ფეხბურთელი ბანბადა თქვენ ბაღდათელი ხართ ბაღდათში იყრით კენჭს ხო აი მე მაინტერესებს რას გვპირდებით ბაღდათელებს თქვენს ბაღდათელი ხართ გააჩნია რას გვპირდებით მე ჯერჯერობით საჩუქარს დაგპირდით ოღონდ მას შემდეგ რაც გავიგებდი სხვა რასაც ჩუქარი აჰა კი ბატონო მაისური მივიღე რაგბის ბურთი პრაქტიკულად ჯიბეში მაქვს ჩაფუშული სასმელია დადო და თქვენ კი ბატონო გისურვებთ მე გვპირდებით იმ ბურთისთვის კონიაკს ვარციხის კონიაკს რომელიც ბაღდათში იწარმოება აჰა კი კარგი მე არ მოველოდი თქვენგან ასეთ წინ როგორ უნდა თქვა წინ დაუხედაობას ბენდთან ერთად არ უნდა მითხრათ კონიაკს ჩუქნიო თორე არ შემახვედრებენ არც ერთ წვეთს მაგრამ მე არ მithქვამს როდის გჩუქნით მართალია და რამდენს მართალია ვარციხე ძალიან კარგი კონიაკია კი ბატონო ახლა მე თქვენთან მაქვს თხოვნა ერთი კაცი მინდა რომ დამისაქმოთ რო გახდებით ნუ თუ გახდებით დეპუტატი რა თქმა უნდა წინასწარ არავინ არაფერი ვიცით რა მოხდება და ერთი კაცი მინდა დამისაქმოთ თვითონ ვერ მოვიდა ფოტო მაქვს თუ შეიძლება ვააჩვენოთ და ფოტო არაჩვეულებრივი ადამიანია ეს რო ამუშაოთ და უშუალოდ თქვენ შტაბში ან ასისტენტად აიყვანოთ რომ აი ნებისმიერ შეგიძლიათ ახლა მარტო ბატონობა და არა ეს რო მიეგებება ასეთი საქმე თქვენთან გაჭირვებით მოსულ ხალხს არა მე ვფიქრობ რომ პიარ სამსახურში გამოდგება ეს პიარ სამსახურში მაგრამ ფოტო ვერ ქმნის სრულ შტაბეჭდილებას ხო და მე შემიძლია შემოგთავაზოთ როგორ იცი პიარ სამსახურში იმუშაოს მაგრამ უპასუხოს სატელეფონო ზარებს მაინდა-მაინც თუ გამოაჩენთ აუცილებლად პირადად უნდა გავესაუბროთ. სხვათა შორის მეგრელია. ო, გადასარევი, მაგრამ ისე რომ იცოდეთ მე სვანი ვარ. მართლა? დიახ. სასიამოვნოა. ეს რას ნიშნავდა ეხლა რაც გამაფრთხილდა? გაფრთხილება იყო. გამაფრთხილდა. ხო მე სვანი ვარ. სხვათა შორის მე ვიცი რომ თქვენ მრავალმხრივი ასე ვთქვათ ადამიანი ბრძანდებით, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული, რაგბისტი, ფეხბურთელი და ვიცი რომ იურისტი და ბატონო იურისტი. აუ და კიდე რა? და უკრავს მუსიკოსი მუსიკოსია მეგობრებო მუსიკოსია მუსიკოსი ცოტა გადაჭარბებულია ითქვას მაგრამ ნუ უკრავ მეტნაკლებად კი ბატონო ამას ცოტა მოგვიანებით გთხოვთ რომ დაუკრათ ჩვენ ბენდთან ერთად თეას მაგივრად
თქვენ დადგებით კლავიშებთან თუ მომეწონებით ბატონო გიორგი როგორც მუსიკოსი თეა წავა სამტრედიაში მაჟორიტარად და თქვენ იქნებით აქ ბენჩი დამიჯერეთ აქ უფრო ნაკლები პასუხისმგებლობაა რამე რო შეგეშალოთ კაცშვილი არაფერს არ მოგი დიდი 5 ლარი დაგაკლოთ ხელფასი მოკლედ ასე გაფიქრდი გიორგი დადო ახლა მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრს მოგზაურობთ ხო ხო ბევრს არა მიწევდა გიწევდათ აი ყველაზე ესეთი რაღაც ეგზოტიკური ქვეყანა დაუშვათ ან რამე ხო შეგემთხვათ ამ ქვეყანაში აი რამე რა გახსენდებათ მე მახსენდება მაგალითად რუსთავში რო ვიყავით მე და თეა მაგრამ ამას ვერ მოვყვები და თქვენ რა გახსენდებათ ბევრ რამეს ახლა მეც ვერ მოვყვები რა თქმა უნდა 2 წლის წინ მივდივართ რაღაც საზოგადოებრივი საბჭოების პროგრამა არის ამერიკაში ვიყავთ ხალხი და საზოგადოებრივი მაუწყების პროგრამით მივდივართ 10 ქალი ვა აქედან 8 არის საზოგადოებრივი მაუწყების თანამშრომელი და ერთი არასამთავრობო უნდა და ერთი უნივერსიტეტიდან შეგვარჩიეს რომ ახლა სხვა ადამიანებიც წავიდნენ ამ პროექტში და წავედით ну ყოველ დღე ხვდებით ამერიკაში არსებულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს, სათემო მაუწყებლებს და ასე შემდეგ. აი დატვირთული დღეებია 3, 4, 5 შეხვედრა და ერთ საღამოსაც ეს წავედით, გაგვიშვეს როგორც იქნა და ვიარეთ იქით გავიარ გამოვიარეთ და მოგშვიდა და შევედით ჩინურ რესტორანში. ეს ჩვენ ქართველი მუდმივად დიეტაზე მყოფი ქალები და შევედით და $13 ნახევარ და რაც გინდა ჭამე. ჩინური შვედური მაგიდა ეგრეთ ასე ვთქვათ ხო შევედით და აი ვერ დავთვლი 18 რიგი აწყვია საჭმელების და დავიწყეთ ახლა ცოტ-ცოტად ეს ერთი ყველაფერი თითო კოვზით ავიღეთ ეს ერთი ეს კოვზი ერთი ის და დავალაგეთ მაგიდაზე და ძალიან დიდი ეს მრგვალი მაგიდა იყო უშუალებელი და ვზივართ 6 თუ 8 ვიყავით რა მნიშვნელობა აქვს ერთი სიტყვით და მოდის მზარეული და გვეკითხება რამეს ხომ არ დახედა მაგიდეს და გაუწყდა ხო და ჩვენ რას ბრძანეთ არა პერიოდი წავით მე ჩამოვედით და ყველა ერთმანეთს მე გვეკითხებოდი რამდენი ხანი ვიჯექით დიეტაზე იმიტომ რომ იქ აი სულ ეს კარგად ვიკვებებოდ ნოყიერად გიყვართ თქვენ ჩინური სამზარეულო აშკარად მე ძალიან მიყვარს მეც მიყვარს ერთად წავიდეთ მე ერთად წავიდეთ კი ბატონო ახლა დაუბრუნდეთ თქვენ ტალანტს მუსიკალურს აი ახლა ბანდეროლთან ერთად რაც გნებავთ დაუკარით და მე უფრო მაინტერესებს ესენი თუ აყვები შენ არა გთხოვთ დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ესენი რა მოსაწვევები იყვნენ ისედაც სულ აქ არიან. და რუბრიკის სტუმარია ბენდი ბანდეროლი. ერთი წუთი.
მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. ყოველთვის მინდოდა თქვენს გადაცემაში მოხვედრა და ძალიან დიახ, მოხდი თქვენი სახელი. ეს მართლა წყალი ყოფილა. ნახე როგორი წყალია? ეხლა ჩემი სტუმრები გეცოდებათ? არა, კაი გადაცემა ვიცი, სხვა რაღაცებს ასხამ. ეს მაჩვის დაალევინეთ რა. წყალი დაალევინეთ. რომელია მაჩვის წყალი? სუბოლო. სუბოლო? კი, მოკლედ დადგა თქვენი ვარსკვლავური დროც და დღე და წამი. და მე მინდა რომ აი გულწრფელად თქვათ ზოგადად რას ფიქრობთ ჩემზე, ოღონდ კორექტულები ვიყოთ ძალიან გთხოვთ რა. მაშინ ვერ ვიტყვით. მაშინ ვერ. რატონეზე კორექტულები შეგვიძლია ვიყოთ? შენამდე ჯერ კაციზის ჩემი სოსო დიახ ბზანეთ. რა ბზანაო? არაფერი, განაგძე გუშინ. განაგძე, დიახ. ხოდა რატონეზე კორექტულები შეგვიძლია რომ ვიყოთ? ნუ ახლა თლაც ისე ნუ იტყვი, ჩვენ რო ვიცით ხოლმე და ისე მშვიდად წყნარად შეგიძლიათ ხო? კარგი ბიჭი ხარ ძალიან. გიყურეთ მთელი ოჯახით. ზიგო. წეკვავ რა. კარგი. ისე ცეკვავზე ეს ფული მართლა არ უნდა დაგვიბრუნო ბოლო-ბოლო ხა. რისი ფული კაცო? აი მე SMS-ების. კარგი კაცო რა ის SMS-ების. აი ყველა მინისტრები მე გადააგდები შენახული მეგობრები ყველა. ფაქტები, სულ ყველა აბსოლუტურად რო ვიცი შენი ამბავი. რამდენი გაქვს დახარჯული? 3 SMS-ი სულ. რა ღირდა ერთი SMS-ი? მე არ მაქვს 50 კეთრი. ანუ ლარნახევრიანი ვარ მე შენთვის? აიცი როგორ არის 3 SMS-ის მერე ნამუსმა შემაწუხა და დანარჩენი SMS-ების სხვებს გავუგზავნე. მომისმინე. ეს ხო არ აისახება ხელფასზე. არა, რა თქმა უნდა არა. ესე იგი, მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ ტელემაყურებელს თქვენი ზედმეტსახელები შევახსენო, ხო? მოსი მოგვართოთ ხოლმე. აი ეს არის მაჩვი. დიახ. მე არის ზიკო. ხო? აქეთ არის გუფი. მე არის გრიზლი. ლებუშირი. და თეა. თეა. არ გაგიგვირდეთ, თეა მისი ზედმეტსახელია, იმიტომ რომ რეალურად თენგიზი ქვია. მე აქამდე თემური ვიცოდი. თენგო. ესე იგი მე თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. აბა. პატარა ისეთი და არაერთი. პატარა სიურპრიზი. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთმა ფანმა გააკეთა თქვენი სურათი. ხო, სურათი გააკეთა, ანუ სინამდვილეში როგორი უნდა იყოს ბენდი ბანდეროლი, ანუ მეტსახელების გათვალისწინებით. ხო, ანუ თქვენი ზედმეტსახელი. ხო, ანუ უკვე ჩაი გაუშვათ თუ შეიძლება. ნიკო. გუფი და გრიზლი. მაჩვი. თენგიზი. გადასწარო ასეთი ვეი. მეგონი კარგია, ხო? ესეთი ვაჟკაცური თენგიზი არ მინახავს არსად. მადლობთ. ბავშვობაში როგორები იყავით? სუმე ნუ მალაპარაკეთ, ხალხო, რეპეტიციაზე ტვინი წაგებული და ახლა ილაპარაკეთ. შე როგორი იყავი ბავშვობაში? მე არ გახსოვს როგორი ვიყავი ბავშვობაში. ფუნფულა და საყვარელი ზუსტად ისეთივე როგორიც ვარ ახლა. ფუნფულა და საყვარელი. მე წარმოვიდგენია როგორი გოგოები მოწონდათ ბენდის ბიჭებს რა. ესე იგი, სოსოს და ზიკოს მოწონდათ, ესე რომ გიტარისტები არიან, მაინც ესეთი წელში გამოყვანილი გოგოები მოწონდათ, ხო? მაჩვისაც მოწონდა ბას-გიტარისტია ესეც და წელში გამოყვანილი გოგოები, ოღონდ ცოტა ბუხი ხმით. ოღონდ ცოტა ბუხი ხმით. როგორ ახარ საყვარელო ესე. და გუფის როგორი გოგოები მოწონდა, იცი? აი რგვალი და ბევრი? დასარტყამი ინსტრუმენტებისნაირი ესეთი ჯოხებივით ფეხები რო აქვს. ხო. და დოლივით ის. ფილარმონია. და მე როგორი ფილარმონია. ბიჭები, რატო შენ ბიჭები? მოგწონდა, ანუ შენ მოგწონდა გეტყვი როგორი ბიჭები, შენ ხო კლავიშებზე უკრავ, ხო? ნუ არა, მე პროფესიით მომღერალი. ხო, მაგრამ ნუ კლავიშებზეც უკრავ, თან მღერი. შენ მოგწონდა ისეთი ბიჭები, შავი და თეთრი კბილები რო აქვს მონაცვლეობა. არაფერამდე ქვას, თვითონ ესე გამომიწევ. არა და კინახავდა. არა და მართალი ხარ. სხვათა შორის გუფისთვის მაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო მომზადებული. გუფი, შენ რო აქ ზიხარ და უკრავ რაღაცებს, სხვა დრამერები აცილებით წინ წავიდნენ. ხო? ხო და მე მგონი შენც უკვე მე გული მткиვა, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთვის უნიჭიერესი დრამერი და რაღაც კარგი მაგალითი მე მგონი უნდა გადმოვიღოთ. აი გავუშვათ ნახოთ.
იცი რა შესაქმე მაგ ბენდში ბიჭია ერთი და დანარჩენები გოგოები არიან და ჩვენს ბენდში პირიქით არის მიხვდი და რა გაარკვევი ანუ როგორ რას ვაპარაკობს ისო ქალისა და მამაკაცის სხეულის ორგანოები შენს და მეც უკვე დიდები ვართ და ვიცით ხო ქალი იყო ხო არ მეშლება ის სამი ცალი კი სამი იყო 4 ცალი ხო და ანუ ჩვენთან პირიქით არის ანუ შენ გინდა დაუკრა ამათზე არა შენ გინდა რომ მე დაუკრა შენ სხვადასხვა არაჩვეულებრივი მისვიგნობა გაქვს და კარგი პერკუსიონისტი ხარ და კი მაგრამ რაღა ამათზე ხმა იზა მაგარი ბოროტი ვიდეოა იმიტომ რომ აი პერკუსიონისტებს აქვს ძალიან ისეთი ხელი რა აი ძალიან მწარე აი ამ ხელი დარტყმისგან აი თითქმის ეს ზედა ფენა მის კანის არის აი აგურივით რა ხო და როგორ დამთავრდა რა საინტერესოა იმათ საღამო აი მოვწერით ბოლოში მაინც რაღაცა ისეთი ამბავი სიტყვით დამ ხო კიდე გაქვს შენ საჩუქრები ჩვენთან არა სასაუბრო მაქვს საჩუქრები საჩუქარი არა თქვენ გაქვთ რომ საჩუქარი კი გვაქვს რა საჩუქარი გავაჩე დავდეთ მე და ჩემმა ფრანგმა მეუღლემ რომელიც ყვავილები საფრანგეთი თუ გახსოვს თელი თბილისი რომ მაგას მეკითხები მე როდის მიდიხარ საფრანგეთში როდის აქედან გახდა შენი მეუღლე ფრანგი შენიც ეგ რა ვიცი მე არ ვიცი ხანდახან უნდა დაფიქრდე რაღაცას რომ ხუმრობ მე ეს ჩვენთვის სავალალოდ არ აღმოჩნდა თორე დღემდე ჩურჩულების ხახართ უკვე ხო და ნუ დაგვას სპონსორა საფრანგეთში ხო იცი უფრო ადვილია ცხოვრება ვიდრე ჩვენთან და მეკლე ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ისეთი გულნაკული ხარ შენ იმ ცეკვიან ვარსკვლავებზე მე რომ სამი SMS-ი გამოგიგზავნე მხოლოდ რომ გიყიდოთ ცეკვა ხო რომ ანუ რაღაცნაირ დამნაშავეთაც უგზნობთ ჩვენ თავს იმიტომ რომ უფრო უნდა გვეაქტიურა ალბათ რა და ეხა მოკლედ ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ გადავწყვიტეთ რომ გაიგეთეთ ესეთი საჩუქარი მაგრამ გული არ გაგისკდეს ეხლა და ეს რაღაც საშინელებები რაღაც ისეთია არა რომ გააგებ არა რომ გააგებ და რაღაცა შენი არა ეს არის შენი მანქანის გასაღები იმისი არა რომლითაც მოხვედი აჰა ახლის აჰა გაჩუქე და სულტანეზე გეულოსო ამბობენ ხო და შენ ვიცი რო არ გჯერა ახლა რომ მანქანა ნამდვილად არსებობს და არსებობს და მე ამის მტკიცებულებაც მაქვს თან წამოღებული აჰა რო იცოდე თან ისეთი კარგი მანქანასთან ხო ცოტა გავიგვანტე მაგრამ იგივე ცოტა პრობკაშია ეს ანუ ეს არის ამის გასაღები ხო ზუსტად არ ვიცი სად ერჭობა მაგრამ ანუ ტრაქტორთან დაკავშირებითაც ხო იყო რაღაც რაღაც ტრაქტორი ხონდა შენ ვარიანტი ეს იგი ან Range Rover-ი და ან ტრაქტორი მე შემპირდა ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია შემპირდა და ჩვენ შეგისრულეთ ახლა რა კიდე საერთოდ ეგრეა ძირითადად პოლიტიკოსები პირდებიან და ჩვეულებრივ შენ ისე დაგვერდი მეო მაგას ტრაქტორს მოხდა გზასაც დაგიგებთო და აბა ახლა ველოდები გზას სხვანაირად ვიტყოდი ერთი მეგრელი შემპირდა და მეორე მამისრულა შეხედა როგორი გატანა იციან ერთმანეთს რა ეგეთები ვარ კარგი როგორ მიხარე ზეთი ახალი გამოცვლილია ხო და რა ვიცი რა არის ინა ჩაასხი თუ რომელი არა ის არა ხო ახლა რეკლამაში ჩამეთქლება რომელი მე ზესუმზირის არის სიმენდის არა ზიური თუ რა ზიუ კარგი დიდი მადლობა ეს აქ მე მექნება სუმწვანეზე გეულოს კი წვანეზე ვივლი ახლა ეს გასაღებიც როგორ ისკნა ესე იგი იმედიდან დარეკეს და რეორგანიზაციას ვიწყებთო შენო ბენჩიო ყავსო 5 ადამიანიო ეს ძალიან ცოტაო და 36 კაცი უნდა დაამატონ და აწი იქნებით 41 მარტო რაოდენობრივად თუ ხელფასითაც თუ როგორ არა ხელფასით ყველაფერში ჩვენი ხელფასი იქნება 41 კაცს ანუ ეს გაანაწილებენ 41 იქნებით ბენჩი და ხელფასი გექნებათ 41 ნოლები არა ნოლები რა ვალუტაში ლარში 41 ნოლებით ლარი რამდენი ნოლები თოთან 3 ნოლით შენ უი შენ ხარ ცოტა ეგ არ მომწონს არა რატო ეხლა 41 და 3 ნოლი ლარში ახლა თითო გადაცემაში ხო თითო გადაცემაში რა თქმა უნდა ახლა მოყევით როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ შედგა ეს ბენდი და მე ყველაზე ძალიან მაინტერესებს ეს ორი ქართველი ამ მეგრელებში როგორ შეძვერით вообще ჩუზის ზემეც მყავს აქ არც ერთში და არც მეორეში რო არ შედი საიდან ჩამოვიდა კაცმა რო არ იცის საიდან ხარ ზიკო თიული ნუ ამ თიული და ქართველი ვერ გადავაკეთებ თუ რა როგორ შეძვერით ამ მეგრელებში მოგვიყევით ბიჭო მეგრელებს გვაქვს მიზიდულობის ძალა რა ჩაობივით ვართ რა ეს ფეხ თუ ჩაადგებერ რაღაცნაირი ნიჭი გვაქვს ესეთ მიზიდულობის რა სასწორ და შარმი სოსოს თუ რაღაც სხვა რამის თქმა უნდა და მე? ხო. არა, საერთოდ
наоборот, вообще-то угма იყო. Наоборот, вообще-то უკვე შეიძლება რუსულად. კი. Можно. მაინც 41 გვაქვს ჩვენ ხელფასი. естественно. ხო და, უგმა იყო, იმიტომ რომ დაიწყო საერთოდ მე და მაჩვისგან რა. ანუ რაღაც ეტაპამდე უკრავდი მარტო 1-2 თვე, მე მაჩვი დავიმატე, გავიცანი დავმეგობრდით. მე თიას ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცოდი ამის მონაცემები და ვიცოდი ამის შესაძლებლობები. მე მოვხვდით ეს სამნი მაჩვი უკვე იყო მოძრაობის თეატრში და მოძრაობის თეატრში მე გავიცანით გუფიზიკო და ნუ აი ეს სცენაზე ძლივს ადის და რა მოძრაობის თეატრში ხო მაგრამ იქ არ მოძრაობს ნუ ამაგიჟე ხალხო ახლა მითხარით იქედან დანახული ღამის შოუ როგორია მოძო აუ რართული სულ მეგონა რომ ჩემს კამს ეს ჯობ აი შეხედე ო მართლა ყოველთვის მინდოდა ამეღნიშნა რომ ძალიან კარგი ბენდი ყავთ სხვათა შორის რა კი გიждებით აი უყურებთ ყველა ბევრთან აქვს შეხება და ამობენ ხოლმე რომ აი ოთერდატიშვილის გადაცემაში რა კარგი ბენდია და მეც ისევ ვფიქრობ და უბრალოდ მინდა დიდი მადლობა უთხრა ამ ადამიანებს კი, აბსოლუტურად. სხვადასხვა იმ დღეს უსმინეთ და ძალიან კარგი იყო გავერთეთ ძალიან. მეც მინდა აღნიშნო და მინდა გითხრათ რომ არაჩვეულებრივი წამყვანი ხავთ. ბრავო, კი, ნამდვილად. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამ ადამიანს იმისთვის რომ აი ესე კარგად მიყავს თქვენი გადაცემა. კარგი, მოკლედ ეხლა ვიცი რა არის გადაცემაში კიდე სხვა რამეც მაქვს დაგეგმილი და ამიტომ ძალიან ვერ გადაკვებით თქვენთან. რაღაცა გვისურვეთ ეხლა და გაგაცილებთ რა. მოიცე სხვა სტუმრები რომ ღერიან ხოლმე ჩვენ არ უნდა ვიმბო რომ არ უნდა ვიცეკოთ და რაღაცები არ უნდა ვაკეთოთ. არა, თქვენი სადაც იმღერებ. ბლოკავს რა, მე მინდა გითხრათ ხალხო, სად ბლოკავს. ისაუბრეთ. დავიდა. ისაუბრეთ. მე გისურვებთ რომ გვიყვარხართ უყველას. ჩვენი სტუდია გახდეს უფრო დიდი, უფრო სასიამოვნო და ჩვენც ვიყოთ აქ სიკვდილამდე და გვიხადოთ ხელფასი უფრო მეტი ვიდრე აქამდე. მადლობა. და დაგვირეკეთ და დაგვიმესიჯეთ. მე მინდა მადლობა უთხრა ბანდეროლს, დღეს რომ იყვნენ ჩემი სტუმრები ამის გამო, მაშასე ბენდი ბანდეროლი, დიდი მადლობა. მოგესალმებით, მირფასო სტუმრები. ზოგიერთი კირკი და ისტორიკოსის გამოთვლებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 753 წლის 21 აპრილს რომულუსმა და რემუსმა დააარსეს ქალაქი რომი. აჰა, დიახ, სწორედ დღეს სრულდება რომის დაარსებიდან 2266 და საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან 2246 წელი. ოჩეხოთარ, გილოცავთ ყველა რომაელს, რომელს, რომეოს და რომანიეს. დაგთავაზობთ კონცერტს სახელწოდებით ვიმღეროთ ისე, რომ გაიგოს ქალაქ რომის ყველა უბანმა და ასევე ქალაქ სახელმწიფო ვატიკანმა. დიახ, კონცერტს გახსნის ტოსკანური დუეტი, კერძოდ რადიო დარდიმანდის მუსიკალური წამყვანი და ავტორ შემსრულებელი მაცაცო თოხაძე და ირაკლი ამაღლობელის სიმღერით რაგაცო ნერო. აჰა, რაც ქართულად ნიშნავს შავო ბიჭო. დიდი მადლობა. Dačilo celšia, etavi xeli čemaxo, šenom vardi gavs mkerčia, rom stavi xocneti kacam, ide giponi prepšia. Šavo biđo, šava gagala, šenki genacavalebi, cipe maqvals čamo bigas, ek briala toalebi. Dakarguia, kushindeli daradevi, eshmakurad gita mashevs, gaparemili zarabevi, eshmakurad gita mashevs, gaparemili zarabevi. Chesiket vistkoaromikhos, khali katsi da kveqana, ogon
მოტკი შენთან მამაყოფა თუნდბინას დავცდე თემთანა მოვკვდა შენს დაუპირებლა თუ შეგადა რომ ზესთანა მაყვალივით მეტკბილება ნამიანი ძუჩები მაგათ უარს როგორ ვეთყვი არ ვარ ასე სულელი სიკათქათე მაგბილების და მავის ღამაზის ხივი მართლა ასე მოგეწონე თუ ტყუილად მიღიმი მართლა ასე მოგეწონე თუ ტყუილად მიღიმი თუნცრულად დაწყდნენ ვარსკვლავნი ზემთან ჩაიცვალ შავები ისეთ ძეობას მიზამენ შენი ფოფინა თვალები ისეთ ძეობას მიზამენ შენი ფოფინა თვალები განა ასე სიცხვილია სიყვარულში გამოგიყრდე შენთან მინდა უკვე მზად ვარ 900-ით წამოვიდე შავო ბიჭო შავ გაგალა ამიხილე თვალები წამიყვანე სადაც სახვალ შენ გიგენა თვალები შავო ბიჭო შავ გაგალა შენ გიგენა თვალები რამ გაგაჩინა ეს შემდეგი მონაწილეები მღერიან ლაზურ ენაზე. რატომ? იმიტომ რომ ლაზები არიან რუსკა. აჰა, საინტერესოა. საიდან არის? საიდან და საქართველოს ერთადერთი შემორჩენილი ლაზური ადგილიდან სარფიდან. ვაიმე, ძალიან მინდა სარფის ნახვა და როგორ უნდა ვნახო? მაგეთყვი. მიდი შენი ბათუმის კარკასში. დადექი სამხრეთის კედელთან, ანუ მხარეს იქ, სამხრეთის მხარეს, კედელი მაინც არა გაქვს. გაიხედე და 3 კილომეტრში რაც გამოჩნდება, ის არის სარფი. აუცილებლად მივალ, ხო, მივალ. და შეხომ არიცი რას ნიშნავს ამ ანსამბლის სახელი შურიმშინე. შურიმშინე ლაზურად ნიშნავს მზის ამოსვლას. მე რა რომანტიულია. რომანტიულია 1 საათი. თორე მე თუ არ გაეცალე, კანი აგძვრება. მაგრამ შენ როგორ უნდა გაეცალე? საუნა შეაფარო თავი კარკასში. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ჩვენ კონცერტს განაგრძობს ანსამბლი შურიმშინე. პოპულარული ტელეპროექტის ახალი ქართული ხმის გამარჯვებული სალომე ქათამაძე, ხოლო მას წარმოადგენს მეორე პოპულარული და ძალიან პოპულარული პროექტის გამარჯვებული ცეკვავე ვარსკვლავების გამარჯვებული ვარსკვლავი რუსკა მაყაშვილი. და მე რა ვაკეთო? შენ აქ იდექი და იზახე კარკასი. მიესალმეთ სალომე ქათამაძეს.
ასრულებენ ჩვენი სტუმრები ამომავალი მზის ქვეყნიდან. მართლა? დიახ, ამ პანტომიმის ჯგუფის სახელია გამარჯობათ. თუმცა ისინი იაპონელები არიან. მართლა? დიახ. ვაიმე, რატომ დაირქვეს გამარჯობა? იმიტომ ერთხელ ისინი სასტუმროში ცხოვრობდნენ, ბევრჯერ ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთხელ მოხდა ეს, მათ მეზობლად ცხოვრობდა ერთი ქართველი ბიჭი, რომელიც ყოველდღე ესალმებოდა გამარჯობათ, გამარჯობათ, მოეწონათ ეს სახელი და დაირქვეს გამარჯობათ. ვაიმე, რა უცნაური ბიჭი ყოფილა. ქართველები ხო ძირითადად უცხოელებს ცუდ სიტყვებს ასწავლიან ხოლმე. კი, ძალიან ბევრი ვიცინე რუსკა ყოჩახ. ყველაზე შორეული სტუმრები ჩვენი გადაცემის ისტორიაში. ჯგუფი გამარჯობა.
ჩვენ